მარხულობ კიდევაც, ეკლესიური ცხოვრებითაც ცხოვრობ, ესე ვთქვათ. აი შენ ისეთ გაბრალებდნენ, რომ ეს არ არის ქრისტიანი და ხო იყო ესეთი რაღაცა, ხო? აი ჯერ ისეთი არ გიცნობენ, ხო? ფაქტიურად რა. შენ იმიტომ კი არ თქვი ეს, რომ დაუშვათ არ უნდა იმარხულოთ ან რაღაცა და რაღაცა, გაიგე? და ესე უნდათ რომ მიიღოთ და ესე მიიღეს რა. კი. ერთი დეტალია სხვათა შორის. იესო ამბობს ესეთ სიტყვებს, რომ განა ყველა ვინც მეტყვის უფალო შევა სასუფეველშიო. ბევრი მოვაო ჩემთანო და მეტყვისო რომ აი შენი სახელითო არ წინას ამეტყოლებდით, ეშმაკებს ავდანიდით და არ ვახდენით მრავალ სასწაულს და მე გეტყვით არ გიცნობთ. ეხლა აქ არის ერთი დეტალი, რომ სახარებაში იესო ამბობს, რომ რაღაცა შეპყრობილი ადამიანია და ეგზორციზმი ვერ ჩაატარეს მოწაფე, რაღაცა მათი მცირედ მორწმუნეობაო და ნუ ეს განსაკუთრებული მოდგმაო და ლოცვით და მარხვით განიდევნებაო. ანუ განსაკუთრებული ეგზორციზმს ვინც ატარებს ასრულებენ, მათ განსაკუთრებული მარხვა და ლოცვა ჭირდება ჩვენს ვიცით. ანუ ბოლო ჟამს ის ადამიანები მიდიან და უფალს ეუბნებიან, რომ ჩვენ შენი სახელით ეშმაკებს ვდევნიდით. ანუ მარხულობენ კი არა, თან ისე მარხულობენ და ისე ლოცულობენ, რომ სასწაულის საქმეები აქვს და მრავალ სასწაულს ვახდენით და მე ვეუბნები არ გიცნობთ. ანუ უფალმა ამით რა გვასწავლა? შენ რო ჩემი სახელით სულ რო აი სასწაულებს ახდენდი, წინასწარმეტყველებ და ეშმაკებს დევნიდე, მარტო მე თუ არ მინდობი გადარჩენაში, ხო, გამორიცხულია, იმიტომ რომ შენ საქმეებში ცოდვებიც გაქვს და მკვდარია და მაშინ ცოდვებთან ერთად მოხდა. შენ თუ გინდა რომ შენით გამართდე და შენით იქადი, მაშინ რეალობაში არ ყოფილხარ, სრული გადარჩენა არ მიგიღე, იმიტომ რომ მე სრულად გადაგარჩინე და ანუ შენ ჩემს გადარჩენას უმატებ, ჩემს გამოხსნილ საქმეს და აქ არის ერთი პრინციპი, რომ მხოლოდ ის შემო, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას და მამის ნებას პირდაპირ ამბობს იოანეს ახლა მამის ნება ისაა, რომ წამდეთ მის მიერ მოვლინებული იესო ქრისტე. ეს რატო არის მნიშვნელოვანი? აი პირველი სასწაული რა იყო უფლის წყალი გადააქცია ღვინოთ. ეს არის პირველი სასწაული, მარიამ მოთხოვა მას ხორცილში და დედამ თხოვა. კი. აი რომ ავსებინა ხო რომ სასწაულს რო ახდენს, აი წყალზე ამბობს რომ ღვინოა და ნუ ეხლა მიდი გაუტანით რა. აი წარმოვიდგინე იქ რო ყოფილიყავ ეხლა უფალო. აი წყალია რა, სად გაუტანო ეხლა. კი არიან ის ხალხი ნასვამი კი არა, თლად ეგეთი მთვალებიც არ იქნებიან რომ წყალი და ღვინო ვერ სად გავა, მაგრამ წავიდნენ თავიანთი ხედვის წინა, ან რასაც ხედავდნენ თვითონ იმის წინააღმდეგ მიდიან წმენდით. ესე პირველი ბოლო სასწაული, აი აღდგომას და ამაღლებას მთავარი, რაც ჩვენ გვეხება კიდე, ხო? არის ცოდვილი ადამიანი გახდა და უცოდველი. აი მეძავს რო ეუბნება მოგეტევა ყველა შენი ცოდვა. აი ეს წარსული ცოდვები არ არის მარტო აი ღმერთი დროის გარითა. აი უცოდველი გახდა რას ნიშნავს? მაშინ მოგვანიჭა ღვთისმშვილობა. ღვთისმშვილობა რა არის? რომ ყველა შენი ცოდვა იტვირთა საკუთარ თავზე, ხო? წარსული საწყვეტს და მომავლის. ანუ მე საკუთარ თავს უყურებ და უძლური ვარ, ცოდვილი ვარ და მე არ ვიმსახურებ გადარჩენას, ეს ხო ზუსტად ვიცი. მაგრამ უფალი ამბობს, რომ მე შენ მიყვარხარ, უპირობოდ, გადაგარჩინე. აი რწმენა ზუსტად ის არის, რომ აი ჩემს ხედვას, რომ მე ვხედავ საკუთარ თავს და საშინელი ვარ რა, ეხლა ობიექტური ჭეშმარიტება აიღო, რომ უძლური ვარ და ცოდვილი ვარ, მაგრამ აი ამ მაზრებზე მაღლავენ და უფალს რომ უფალი მეუბნება არა. მე შენ მიყვარხარ და ყველა შენი ცოდვა, ანუ ერთი მსხვერპლშეწივრით სამარაჯამოდ გაწმენდილი მყავხარ და ენდე ჩემს გაკეთებულ საქმეს, დასრულებულ საქმეს. აი ეს არის რწმენა. ასე რომ ხო, ნუ ეს რა თქმა უნდა უფლის გარეშე არ ხდება ამ სიმართლის მიღება, მე მესმის, მაგრამ აი მე მინდა რომ აი სწორად განსაჯოს ხალხმა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ადამიანს აქვს ეს განსჯის უნარი და ანალიზის უნარი, რომ აი კარგ ამბავს ეუბნებოდი ადამიანს და შენს მიმართ აგრესიით იყოს ახეთ, აი მოციქული ამბობს სასწაული ზუსტად იგივე ცოცხლდება, რომ ვიღაცა მოდის გიმონებთ და იმას სიხარულით იღებ და მე გეუბნები თავისუფლების სული მიგიღია და მე არ მიღებ. აი ვიღაცა თითს უქნევს, ამას თუ არ იზამ, ვერ ცხონდები ეს თითის ქნევი და მე უფრო შორს მიმყავს ხომ მსჯელობა მაღალ კატეგორიაში ხა ხო უნდა ყმასავით ხო არ უნდა ვიმსჯელოთ, კიდე რა ხდება რეალურად უფალმა რა გააკეთა, რომ აი გადარჩენა ამგვარად ახსრულა დროის გარეთ არის ღმერთი და ეს მიუღებელია ადამიანისთვის. არა. და როგორ გავს ხო ეს ყველაფერი, ყველა რა ეს მაშინაც ხო რო უყურებ ხა და უშეს და რო აანალიზებ ამ ყველაფერს სინედრიონი არის ხო ეს თავარი ესე ვთქვათ ის რომელიც პრინციპში თვითონ ეგონათ რომ ესე ვთქვათ ღმერთის იმებს აღასრულებდნენ, ხო? დაწესებულ, ესე ვთქვათ, იმებს აღასრულებდნენ და რაღაც. კი. სხვათა შორის მთელი მათი ტრაგედია რა იყო, რომ აი ვიღაცები ფიქრობენ, რომ ფარისეველი დღეს სიტყვა არის დამკვიდრებული, ბერმა არ იცის რას ნიშნავს, ანუ ეხლა დამკვიდრებულია ესე, რომ ფარისეველს რო ეტყვი, უკვე ინტუიტიურად მიდიხარ რასაც ნიშნავს იქამდე, მაგრამ რეალურად ეს იყო სიტყვა, აი ამას რო ვინმეს ფარისეველი რო ეს იყო აი პატივსაცემი ადამიანი იყო, რელიგიური ლიდერი იყო, რომელიც ზედმიწევნით ასრულებდა რელიგიურ წესებს. ფარისეველი ამას ნიშნავდა და
ისინი მართლაც ასრულებდნენ რელიგიურ წესებს. აი როლოცულობს ფარისეველი იესოს იგავში მადლობა ღმერთო რომ მეძავს და მკვლელს არ გვავალ, ანუ არ იტყუება, ანუ მართლა რაღაცა პრობლემები არის, რომ რაღაცა მართლა რელიგიურ მისი პრობლემა არის უსიყვარულობა და ეს უსიყვარულობა იმგვარ სიბოროტეს წარმოშობს, ანუ უძლურებასგან განსხვავებას. აი სასწაულს, იმიტომ რომ როცა უკეთესი გონია სხვაზე თავი ამ სიცრუეში იმყოფები. რომ აი შენი დაიმსახურე ღმერთთან გამართლება და ვერ წვდები იმ უკონდიციო გამოხსნას, ეს იმ დონეზე აბოროტებს ადამიანს და რატო? იესოს ეშმაკს რას ეძახის? აი რას ამბობს ეშმაკი? ეს არის სიცრუის მამა. როცა სიცრუეს ამბობს თავისას. იმიტომ რომ ჭეშმარიტება არ არის მაშინ ეშმაკის მთელი პრობლემა რა არის? სიცრუეა, თორე ბოროტების ონტოლოგია არა აქვს, ანუ არსი არა, პრივაციაა სიკეთის. აი სიბნელე როგორც არის, ვერ იტყვი რა არის, შეგიძლია თქვა რა არ არის, რომ სინათლე არ არის, ვიცი, ნაკლებობა რისია. იგივეა სიბოროტე. აი სიცრუით და სიცრუეში როგორ აღმოჩნდა, რომ არ დაემკვიდრა ჭეშმარიტებაში. ჩვენ თუ ჭეშმარიტება ახლა რა არის? ჩვენ ვართ უძლურები და გადარჩენა არის მადლით წმენის მეშვეობით, როგორც მოციქული ამბობს, საჩუქრად. არა საქმეთაგან პირდაპირ წეს მოციქული. ანუ ეს საჩუქარია. ჩვენ ამ საჩუქარს რო ვიღეთ, საქმეები, ეს კეთილი საქმეები არის უკვე აი ამ გადარჩენის პროდუქტი. ანუ ჩვენ ამას სიხარულით ვაკეთებ, აი რატომ მიკეთებ სიკეთეს და რატომ იყვარ, რო გადარჩენ, რამე დაიმსახო, ეს ანგარებაა ამაში. იმიტომ მიკეთებ, რომ უკვე გადაგარჩინა ღმერთმა და შენში ეს სიხარული და სიყვარული შემოსულია და ვირუსივით სხვა ადამიანებს გადაედა. ეს არის აი ანგარების გარეშე, როგორ შეიძლება სიკეთე აკეთო, ეს არის, რომ უკვე გეცოდინება, რომ ხარ აი იესო არასდროს მომავალში ამბობს, ჩემს მორწმუნეს აქვს და ყველგან უკვე აქვს და უკვე გადაგვიყვანან და აი უკვე ხდება ეს ყველაფერი, ჩვენში არ არის ჯერ დამდგარი უბრალოდ და ჩვენ ცნობიერებაში და აი როგორ მახსენდება ყველაფერი რა. აი როგორ მახსენდება და როგორ აი ზუსტად შერასაც იძახი ხო? აი ეგ იყო უწმინდესი რა. გესმის? აი რა გითხრა მახსოვს ერთ საღამოს მისულები ვართ რაღაცა და წირვა უნდა დაწყებულიყო სამებაში რა. სამებაში კი არა, სიონში. ხო და ჩავიდეთ ერთად ვილოცოთ რაღაცა ხო არის და სადღაც ვიყავის უცბო წასასვლელი რა, რაღაც შეხვედრა მქონდა თუ რაღაცა და უწმინდესმა მთხოვა რომ წამოვი ჩავიდეთ ერთად ვილოცოთ და მარტო მე არ ვიყავი, ბევრნი ვიყავით იქ რა და ეხლა ვფიქრობ ჩავიდე, იქ ვეღარ მოვასწრებ წასვლას, 10 კაცი მელოდება, რაღაცა და ესე შევხედე და ვერ წამოხვალ, კაი მე ვილოცებ შენ მაგივრად. აი წარმოიდგინე როგორი ის კი არა რომ არი მარხულებ და 60 დღეში ვერ მოხდები. სიგარეტს მოწევ და აი ეს იყო სიყვარულის, აი როგორ გითხრა, ესეთი რაღაცა იყო რა.